ადგილობრივი ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ კვალიფიციური კადრების დეფიციტი რჩება, რაც უარყოფითად აისახება როგორც შრომის ბაზარზე, ასევე ბიზნესის ეფექტიან ფუნქციონირებაზე. აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის ბიზნესის საჭიროებების კვლევის მიხედვით, რომელიც 200 მეწარმე სუბიექტის აზრს ეფუძნება, კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესის გამოწვევებს შორის 63%-ით პირველ ადგილზე დგას. სწორედ ამ საკითხის საპასუხოდ ბათუმში სამუშაო ფორუმი, პროფესიული განათლება და ბიზნესი, თანამშრომლობა რეგიონული განვითარებისთვის ჩატარდა. ღონისძიება მიზნად კადრების საჭიროებების უკეთ იდენტიფიცირებასა და შესაბამისი პროგრამების ეფექტიან გამოყენებას ისახავდა მიზნად, რათა ბიზნესმა არსებული შესაძლებლობების ათვისება შეძლოს. პროფესიული განათლების მნიშვნელობა ძალიან კარგად არის გააზრებული საზოგადოებაში, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც დასაქმების მაჩვენებელმა 80%-ს მიაღწია და გარკვეულ პროფესიებში გვაქვს აბსოლუტური 100%-იანი დასაქმების მაჩვენებელი და ნელ-ნელა ის სტერეოტიპები, რომელიც დამკვიდრებული იყო საზოგადოებაში, ირღვევა და ამას ცხადყოფს ბოლო წლების სტატისტიკა, გაორმაგებული მომართვიანობა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. შესაძლოა არ გქონდეს ის კვალიფიკაცია, რომელიც უკვე მოთხოვნადია შრომის ბაზარზე და შეიძლება არსებობდეს ისეთი, რომელიც უკვე მილევად რეჟიმში ხორციელდება. ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი დღეს პროფესიული განათლებისთვის, რომ სწორედ იმ პროფესიებს და პროგრამებს ვახორციელებდეთ და ვაწვდიდეთ, რომელიც არის მოთხოვნადი, დასაქმებადი. ფორუმში მონაწილეობას 80-მდე დელეგატი იღებდა, მათ შორის 50-მდე ბიზნეს კომპანია, ასევე პროფესიული კოლეჯები და სახელმწიფო უწყებები. შეხვედრის ამოცანას პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, წარმატებული პრაქტიკის წარმოდგენა და ბიზნესისა და საგანმანათლებლო სექტორის თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა. პროგრამა მოიცავდა თემატურ პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომებს დაეთმო. მათ შორის განიხილეს ბიზნესის ჩართულობით მომზადება გადამზადების პროგრამების ინიცირების ხელშეწყობაც. ვფიქრობ, რომ ყველა დოკუმენტების მომზადებაში, რა პროცედურებიც გასავლელი იქნება ამ პროექტის განსახორციელებლად, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატა აქტიურად იქნება ჩართული. კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი რამოდენიმე წელია ვრცელდება, კიდევ ერთხელ საჭიროებდა, რომ უფრო მეტად ჩაშლილად წარმოგვედგინა ბიზნესისთვის თუ რა სარგებელს მიიღებდნენ ამ პროგრამაში ჩართვით. მე ვფიქრობ იმ ფონზე, როდესაც ერთგვარი მიგრაცია ხდება კვალიფიციური კადრების საზღვარგარეთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი არის, რომ მომზადდეს, გადამზადდეს კომპანიის ინტერესებზე მორგებული კვალიფიციური კადრები. მსგავსი ფორუმების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ ბიზნესის ჩვენ ქვეყანაში ბიზნესის მთავარი გამოწვევა არის კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობა, რაც სწორედ დღევანდელ ფორუმზეც ითქვა, რომ 63% მეწარმეების ტოპ გამოწვევად ასახელებს კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. ასეთ დროს ვფიქრობ, რომ პროფესიული განათლება აღარ არის ალტერნატივა, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი, რადგანაც პროფესიული განათლება არის გზა ეკონომიკური განვითარებისკენ. ჩვენთვის პრიორიტეტია ისეთი პროფესიული პროგრამების შექმნა, რომელიც სრულად პასუხობს დღევანდელი ბიზნესის მოთხოვნებს. მხარეები ფორუმისგან ელიან, რომ ბიზნესის საჭიროებები უკეთ იდენტიფიცირდება და ახალი თანამშრომლობებიც ჩამოყალიბდება. ორგანიზატორების განცხადებით, სამუშაო შეხვედრა საფუძველს შექმნის ახალი პროფესიული პროგრამების ინიცირებისთვისაც, რამაც საბოლოო ჯამში რეგიონის განვითარებასა და საკადრო პრობლემების მოგვარებას უნდა შეუწყოს ხელი.